დღეს არის მნიშვნელოვანი ჩართვა, მნიშვნელოვანი პირდაპირ ეთერი და აუცილებლად გადააზიარეთ ჩვენმა მხარდამჭერებმა. გადააზიაროთ მოწონებაცას თუ დაუსვამთლად გაიქნება. მსმენელმა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის აუცილებელი მნიშვნელოვანი პირდაპირ ჩართვა და აუცილებლად გადააზიარეთ. ცოტა აქეთ მოიწიგიო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პირდაპირ ეთერი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლად ჩვენმა მხარდამჭერებმა გადააზიარეთ. რამდენიმე წუთში დავიწყებთ მიმართვას. მნიშვნელოვანია გადაზიარება, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეც რომ მიწვდეს ხმა და ყველა ესე იგი გაიგოს და ყველას მივაწვდიოთ ხმა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის მნიშვნელოვანი პირდაპირ მიმართვა, პირდაპირ ჩართვა, აუცილებელია ჩვენმა მხარდამჭერებმა, ჩვენმა მსმენელმა გადააზიაროს. რამდენიმე წუთში დავიწყოთ მიმართვას. ერთი წუთით და უკვე გროვდება უკვე აუდიტორია და დავიწყოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანი პირდაპირ ჩართვა არის. მნიშვნელოვანია გადააზიაროს ჩვენმა მხარდამჭერებმა, გადააზიაროს ჩვენმა მსმენელმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართვა. ერთ წუთში დავიწყოთ და მე ვეცდებით რომ მაქსიმალურად მოკლედ, მაგრამ დაწვრილებით კონკრეტულად მოგითხროთ ჩვენი სათქმელი და თუ როგორი სიტუაცია შეიქმნა ეგრეთ წოდებულ ქართველთა დიდი გაერთიანების შეხვედრასთან დაკავშირებით. მე მინდა უთხრა ქართველებს, რომ ჩვენ ვართ ქართველი ერთან, სრულიად გულწრფელი, მართლები. ჩვენი ბრძოლა არის ქართველი ერის ძალაუფლება, ქართველი ერის კეთილდღეობა. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნავთ, ჩვენი ბრძოლა არის საკრალურად მნიშვნელოვანი ბრძოლა, მართალი ბრძოლა, ღვთიური ბრძოლა. ჩვენი ხმა არის მის დაწერეთ, რაიმე ხარვეზი ხო არ არის. რაიმე ხარვეზი ხო არ არის დაწერეთ, ხმა თუ ისმის. დავიწყოთ ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოუწოდოთ, ეს არის განსაკუთრებული პირდაპირ ჩართვა, მნიშვნელოვანი და ყველას მოუწოდებთ დასვით მოწონება და გააზიარეთ, გთხოვთ, რაც შეიძლება მეც რომ მიეწოდოს ჩვენი ხმა და ჩვენი სათქმელი. მოკლედ გამარჯობა ქართველებო, ჩვენო სისხლო და ხორცო, ჩვენო თანამემამულეებო. როგორც იცით, ჩვენი პარტია მიწვეულ იქნა 30 მარტის ეგრეთ წოდებულ ქართველთა დიდ გაერთიანებაში. ჩვენ როგორც ჭეშმარიტ მამულიშვილებს ჩვევია, ჭეშმარიტ ქართველებს ჩვევია, პარტიულ ინტერესებზე უფრო მაღლა, საკუთარი ერის, საკუთარი სამშობლოს ინტერესების დამყენებელ კაცებს ჩვევია, წამსვე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და შევეცადეთ, რომ ჩართულიყავით ზეპარტიულ სახელმწიფოებრივ საქმეში, ზეეროვნულ საქმეში, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ წამოვაყენეთ ჩვენი მოთხოვნები, რომელიც არის არა მარტო ჩვენი საქმიანობის, არამედ ჩვენი ცხოვრების, ჩემი ლაშას, ჩვენი პარტიის წევრების ცხოვრების კრედო, ჩვენი იდეოლოგია, ჩვენი სოფხედველობა, ჩვენი შეხედულებები და როდესაც პირველი
შეხვედრა მოხდა ამ ეგრეთ წოდებულ ქართველთა დიდი გაერთიანების ინიციატორებთან ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხები. რა თქმა უნდა, ეს საკითხიც არ იყო, ამაზე ორი აზრი არ იყო, რომ ჩვენთან ვერ იქნებოდნენ ის პიროვნებები, რომელთაც ქართველთა ერის სისხლში ჰქონდათ ხელი გასვლილი. ეს გამორიცხული იყო, თუმცა თუ ვიღაცას შეცდომა ჰქონდა დაშვებული, თქვათ, შევარდნაძის მთავრობაში იყო ნამსახურები ან ისააკაშვილის, ან ივანაშვილის, კი ბატონო, ცოდნე პროფესიონალი, გამოცდილი, საკუთარი საქმის კარგად მცოდნე და შემსრულებელი კაცები, რა თქმა უნდა, დასაკარგი არ იყო და კი ბატონო, ამაზე თანხმობას ვაცხადებდით და ამაზე იყო კონსენსუსი, მაგრამ თავიდანვე ნათქვამი იყო, რომ ჩვენ არ გავჩერდებოდით ისეთ ხალხთან, ვისაც ქართველი ერის სისხლში ჰქონდა ხელი გასვლელი. ასევე ამოვაყენეთ, ეს მოთხოვნაშიც არ ჩაგვიწერია, ეს ბუნებრივი იყო, რა თქმა უნდა, სამი მოთხოვნა იყო ჩვენს მიერ წამოყენებული. ეს იყო საერთაშორისო ებრაელობა, სიონიზმი, როგორც არამარტო ქართველი ერის, ზოგადად თეთრი კავკასიური რასის და მთელი კაცობრიობის დაუძინებელი მტრების, უდიდესი საფრთხის ხილება და მის წინააღმდეგ ბრძოლა. ამის გამოსასწორებლად ქვეყნის შიგნით, ქვეყნის სამართალმემკვიდრეობის აღდგენა, რომ 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის 1918 წლის 26 მაისის საფუძველზე განხორციელებული იყო ბრძოლა და 92 წლის 6 იანვრიდან მას შემდეგ რაც დაამხეს ბატონი ზვიად გამსახურდია და მისი ეროვნული მთავრობა, კანონიერად ლეგიტიმურად ქართველი ერის მიერ არჩეული მთავრობა ყოფილიყო უკანონო ცნობილი, უსამართლო ცნობილი, კანონგარეშე ცნობილი და ყველა ხელშეკრულებები, ვალები თუ აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი გადაწყვეტილები მას შემდეგ რაც იქნა მიღებული ყოფილიყო უკანონო და ბათილად ცნობილი. ასევე ჩვენ წამოყენებული ჰქონდა რომ საკმარისი იყო ეს საერთაშორისო ებრაული, მარქსისტული, ლიბერალური რაღაც კოალიციური ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პრინციპი და აღდგარიყო ძველი ქართული, თეთრი კავკასიური, არიული პრინციპი, მეთაურის, ხევისბერის, თავკაცის, თამადის არჩევის წესი. ჩვენ ეს პირველივე სხდომაზე გავაჟღერეთ, როდესაც იყო შეხვედრა, მივიღეთ სრული თანხმობა, არავის არ ქონია ამ თემასთან არანაირი პრეტენზია და როგორც გახსოვთ, პირველი პირდაპირი ეთერი ჩაიწერა ჩემო მეგობრებო, სადაც პირდაპირ ეთერში ვიყავით მე, ბატონი ლაშა, ბატონი დემურ გიორხელიძე და ბატონი დავით ჭაბუკაშვილი. ამის შემდეგ მე და ლაშამ პირველი მოწოდებითი, ასე ვთქვათ, პროპაგანდული მთელი ერის მოსაწოდებელი პირდაპირ ეთერი ჩავწერეთ რამოდენიმე დღის უკან, სადაც ვთქვით, რომ ესე და ესეა სიტუაცია, ჩვენი ეს სამი საკითხი, რომელიც არის ჩვენი ცხოვრების კრედო და ქართველი ერის გადარჩენის ერთადერთი გზა, ეს გაზიარებულია ბატონების მიერ და მოგიწოდეთ, რომ 30 მარტს მობრძანებულიყავით ყოფილი პროფკავშირების სახლში. ამ ლაივიდან სულ რაღაც რამოდენიმე საათში თითქმის ძალიან მალე ბატონი დემურ გიორხელიძის მხრიდან დაიდო პოსტი გაფრთხილება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ 4 კაცი ინიციატორები გადაწყვიტავდნენ თუ რა უნდა ელაპარაკათ, რა უნდა გაეკეთებინათ, წევრი ვინ იქნებოდა, ასე შემდეგ და ჩვენ იმ წუთში ეს მივხვდით, რომ ასე ვთქვათ, როგორ აგიხსნათ, სხვანაირად, ესე ჩვენ ვიყავით გათვლილი როგორც ქვეითის როლისთვის და ისინი თავს თვლიდნენ როგორც გენერლის როლისთვის და ჩვენი შეთანხმება, ეს სამპუნქტიანი შეთანხმება საერთაშორისო ებრაელობის, სამართალმემკვიდრეობის და ქართული სამეთაურო დარბაზის მეთაურობის არჩევის წესი საფრთხის ქვეშ იდგა. ამიტომაც, როგორც გახსოვთ, ჩვენ განცხადებით მივმართეთ ინიციატორებს, სადაც მოუწოდეთ, რომ წერილობით დაედასტურებინათ ჩვენთვის ის, რაც ჩვენ შევთანხმდით ზეპირ სიტყვიერად და როგორც გითხარით, პირდაპირ ეთერში, როდესაც ერთად გავაჟღერე მე ჩვენი პარტიის სათქმელი, თუ რატომ უერთებოდი, პირდაპირ იყო საუბარი, რომ ჩვენი მოსვლა განაპირობა ბატონი დავით ჭაბუკაშვილის Facebook-ის პოსტმა, სადაც პირდაპირ საერთაშორისო ებრაელობას ამხელდა. როდესაც ჩვენ ეს განცხადება გაუგზავნეთ ინიციატორებს, ბატონ დავით ჭაბუკაშვილს, ბატონ გიგლა გობეჩიას, ბატონ ზაქარია როჭიკაშვილს და ბატონ დემურ გიორხელიძეს,
ეს იყო 2 დღის უკან, ხო, როგორც მე მახსოვს, მოხდა ჩვენი გადამწყვეტი შეხვედრა, სადაც უკვე იყო ერთი საკითხი დამდგარი კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს იყო მეთაურის თავკაცის არჩევის წესი და საბოლოოდ ჩვენ რადგანაც ძალიან გვიყვარს ჩვენი ერი მივედით იმ კომპრომისამდე, რომ მოდი, როდესაც ქართველთა დიდი გაერთიანება პოლიტიკურ ორგანიზმად გარდაქმნას დააპირებს, პოლიტიკური ორგანიზმი, მისი სტრუქტურა აირჩიოს ყრილობამ. კი ბატონო, თუმცა უკვე დადგა სხვა საკითხებით კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგალითად, ბატონმა გიგლაგობეჩიამ წამოაყენა წინადადება, რომ ყველა მიღებული უნდა იქნეს ამ გაერთიანებაში, მათ შორის ისინი, ვინც სისხლი დაღვარა, ოღონდ მოინანია და მე არ ვიცი, ვინ მოგცა ჩვენ იმის მორალური უფლება, რომ სახელად ქართველმა, ეგრეთ წოდებულმა ქართველმა, რომ ტყვია ესროლა საქართველოს, დაამხო მისი ეროვნული მთავრობა, ტყვია ესროლა საქართველოს, დააქცია, გაანადგურა და ამ დღეში ჩააგდო, ჩვენ ვინ მოგცა მაგის მორალური უფლება, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, მან მოინანია თუ არ მოინანია, პირდაპირ ამაზე იყო საუბარი. საერთაშორისო ებრაელობასთან დაკავშირებით იყო კატეგორიული წინააღმდეგობა, ასევე სამართალ მემკვიდრეობის თემასთან დაკავშირებითაც იყო იქ უკვე შეთავაზებები, რომ თლად მთავარ საკითხად, დავაყენებდით ამ ყველაფერს, მოკლედ ყველა პირობა, რომელიც მათ მოგცენ, ყველა პირობა დაგვირღვიეს და ერთადერთი ბატონმა დავით ჭაბუკაშვილმა უნდა აღინიშნოს, ხელი მოაწერა დოკუმენტ, ჩვენთვის სულ ერთი იყო, თუნდა ამ დოკუმენტზე მოეწერათ ხელი, თუნდაც A4 ფორმატზე ასტით დაეწერა თავიანთი პოზიცია და გამოეგზავნათ, ბატონმა დავითმა თქვა, რომ ის ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს, უბრალოდ შენიშვნა დაწერა აგერ, რომ პოლიტიკური ორგანიზმის მომავალში პოლიტიკური სტრუქტურის არჩევის წესი გადაწყვიტოს ყრილობამო და კი ბატონო, ამაზე ჩვენ ვიყავით კონსენსუსს. ამის შემდეგ უკვე გაირკვა გუშინ, რომ საერთოდ სიტყვის თქმის უფლებასაც აღარ გვაძლევენ, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ საერთაშორისო ებრაელობაზე და არა და იქ იყო საუბარი და ყველამ დაადასტურა, რომ საერთაშორისო ებრაელობის ბრალია ზუსტად როჩილდების, როკფელერების, მორგანების და ასე შემდეგ, ამათი დაკვეთით მოხდა მათ შორის საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება და ჩვენი ერთადერთი პრეზიდენტის მკვლელობა და ესეც არ გვაკმარეს და ეხლა გვეუბნებიან თითქოს თავი მოიკლა და ჯოჯოხეთშია და ქვეყნის ჩაგდება იმ დღეში, რა დღეშიც არის. თუმცა თქვენს რომ ამას ისინი ხმამაღლა ვერ გააჟღერებენ და მე უკვე შემოგვითვალეს, რომ ჩვენ არც მე და არც ლაშას არ გვექნება სიტყვის თქმის უფლება, რათა ამ საკითხებზე არ ვისაუბროთ. ანუ გრძელდება ქართველი ერის ისევ ტყუილში ყოფნა, ეს 30 თუ 33 წელი, რა ტყუილშიც არის ქართველი ერი, ისევ გაგრძელდება ქართველი ერის ტყუილში ყოფნა და არ იქნება მთავარი საკითხი გაჟღერებული, თუ ვინ ჩააგდო ქართველი ერი ამ დღეში. ამიტომ ბუნებრივია, როგორც გითხარით, ჩვენი სამი საკითხი, რომელიც წამოვაყენეთ, ორი პირდაპირ დარღვეულია, ასევე პირდაპირ იყო საუბარი იმაზე, რომ მე ვთქვი, რომ საბოლოო ჯამში მე ვიცოდი და მე ამას გძნობდა ლაშაც ამას გძნობდა, რომ ქართველთა ეს დიდი წამოწყება, რომელიც სათავეში, საფუძველში ნამდვილად დიდი წამოწყება არის, საბოლოო ჯამში გახდება ერთ-ერთი მორიგი ეგრეთ წოდებული ფსევდო პოლიტიკური ძალა, რომელიც აგერ თვითმმართველობის არჩევნების გაპრობებაში დაეხმარება მეთქი მთავრობას და შეუწყობს ხელს მეთქი, როგორც არაერთი ძალა გვინახია ჩვენ აქამდე და ბატონმა დემურ გეორგიელიძემ პირდაპირ თუ საქმეს დასჭირდა, რატომ არ უნდა მივიღოთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, თუ ჩვენ დავჭირდა ის, რომ პარტიად გარდაქმნა მოიტანა საქმემო და თუ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ 92 წლის 6 იანვრის შემდეგ არის მთელი ხელისუფლებები აქ მარტო კოდზე არ არის საუბარი, მთელი სისტემა არის უკანონო, როგორც ჩვენ უправებთ არჩევნებს, ანუ აბსოლუტურად ყველა საკითხებთან შედარებით, ანუ ყველა საკითხებთან მიმართებაში პირობა არის დარღვეული, როგორც გითხარით, ბატონმა დავით ჭაბუკაშვილმა მოაწერა ხელი, შენიშვნა დააფიქსირა და კი ბატონო, რომ ყრილობა მაირჩიოსო, დანარჩენი საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც საერთაშორისო ებრაელობას არ ახსენებს და ვინც არ ეუბნება ქართველ ერს, ის აგრძელებს ქართველი ერის მოტყუებას. ის აგრძელებს ქართველი ერის სიცრუეში ცხოვრებას, როგორც ჩვენ ეს 3 ათეული წელზე მეტი არის უკვე ქართველი ერი ამ დღეშია და კი ვხედავთ რა სავალალო მდგომარეობაშია ქართველი ერი. ამიტომ შესაბამისად მე და ლაშას ყოველთვის გვაქვს ნათქვამი, რომ ჩვენ გვჯერა ჩვენი გამარჯვების, ჩვენი ერთად, ჩვენი და თქვენი გამარჯვების, ქართველი ერის გამარჯვების, თუმცა თუ კი მოხდა ის
საზარელი უბედურება რომ ჩვენ დავმარცხდი და ქართველი ერი განადგურდა იმის პირობას გაძლევთ რომ მე ლაშა ჩვენი პარტია არასოდეს წვლილს არ შეიტანს და მისი დანაშაული არ იქნება ამ ქვეყნის მოსპობაში და განადგურებაში არავითარ შემთხვევაში ჩვენ წვლილს არ შევიტანთ აქ ქართული სული არ არის ამ გაერთიანებაში კიდევ გეუბნებით ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მოგვიწვიეს პროპაგანდას გთხოვენ რომ მოვიწვიოთ ჩვენი წევრები და მხარდამჭერები და გვეუბნებიან რომ თქვენ სიტყვას არ ანუ ესე იგი ისინი არიან გენერლები და ჩვენ რა პეხოტა ვართ ანუ დარბაზის გასავსები და რატო არ გვაძლევ იმიტომ რომ არ ვილაპარაკოთ საერთაშორისო ებრაელობაზე ვინც არის მთავარი დამნაშავე ამ უბედურებაში ჩვენ არავისზე მეტად არ ვთვლით ჩვენ თავს მანამ სანამ ყრილობა არ ჩატარდება ყველა ვიქნებოდით თანასწორი სანამ ყრილობა არ იქნებოდა ჩატარებული მთელი საქართველოს მასშტაბით განვახორციელებდით პროპაგანდას და აგიტაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ქართველების შემოერთებას და შემდეგ უკვე პოლიტიკურ ორგანიზმად როდესაც იქნებოდა საჭირო ამ ქართველთა დიდი გაერთიანების გარდაქმნა გადაქცევა მე ყრილობა გადაწყვიტავდა ყველაფერს და თავიდანვე რატომ რა აქვთ ანუ ისეთი დამსახურება ამ ბატონებს ყველას აბსოლუტურად ჩვენზე მეტი დამსახურება რომ რაღაც უპირობო გენერლებად იყვნენ ცნობილი და ჩვენი აზრის დაფიქსირების საშუალება არ შეგვეძლოს ჩვენ კიდევ ერთხელ ჩვენ ვართ სუფთა თქვენს წინაშე სუფთა ვართ თქვენს წინაშე ყველაფერს გიყვებით დეტალურად რა იყო როგორ იყო აგერ ჩვენი გაგზავნილი წერილი აგერ ხელმოწერა მხოლოდ ბატონი დავითის ჭაბუკაშვილის და მისი შენიშვნა რომ მართლობის სტილი იქნება ყრილობაზე გადაწყვეტილი და კი ბატონო ჩვენ წავედით ამ კონსენსუსზე, იმიტომ რომ პოლიტიკა მაინც კონსენსუსების და ასე ვთქვათ, დათმობების მეცნიერება არის და ხელოვნება არის, მაგრამ ჩვენ არასოდეს ქართველი ერის ინტერესებს არ დავთმობთ. ჩვენ უკვე წლებია ვაკეთებთ და ამისათვის მზად ვართ რომ სიცოცხლე შევწიროთ, ჩვენი იდეოლოგია, ჩვენი სოფხედველობა, ჩვენი კრედო არის სამი საკითხი. საერთაშორისო ებრაელობა, როგორც ქართველი ერის, თეთრი კავკასიური რასის და მთელი კაცობრიობის მტრების მხილება და ქვეყნის დახსნა მათგან სამართალმემკვიდრეობის აღდგენით, ჩვენი სტრატეგიული რესურსების დაბრუნება, ვალების ჩამოწერა და ყველა მოღალატეობრივი დოკუმენტის ანულირება და რა თქმა უნდა ბრძოლა იმისათვის, რომ ქართული წესი, როგორც არის მხედრული წესი, როგორც მხედრობა იმართება უმაღლესი მთავარსარდლის და მისი შტაბის მიერ, ასევე მეთაური და სამეთაურო დარბაზი უნდა მართავდეს ქართულ, ნამდვილ ქართულ, ჭეშმარიტ ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს. იმიტომ რომ 20 კაცის გაკეთებული საქმე ჯერჯერობით არავის არ უნახავს დედამიწის ისტორიაში. 20 კაცს არ დაუწერია არც წიგნი, არც ნახატი დაუხატია და არაფერი ღირებული არ შეუქმნია. არც მეცნიერებაში და არცად. ამას ქმნიან ინდივიდები და ჩვენ ისევ ინდივიდებზე პასუხისმგებლობა უნდა ოღონდ ჩვენი ეს სამი საკითხი უნდა იყოს შეტანილი ამ ქართველთა დიდი გაერთიანების საპროგრამო დოკუმენტში ეს ოფიციალურად უნდა იქნეს გაცხადებული. ეს პირობა დარღვეულია და კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ იმის საშუალებაც კი არ გვეძლევა, რომ და იქ რაღაც საუბარი იყო, რომ აი შეიძლება ვნახოთ აი ბოლოსთვის იქ დარბაზიდან გათქმევინოს, რატო? მოიცა ესე იგი თქვენ უნდა სცენაზე იდგეთ და ჩვენი ესე იგი ჩვენი წევრები, ჩვენი მხარდამჭერები, ესე იგი თქვენ უნდა გისმენდეთ იმაზე სცენაზე და ჩვენ რატო ესე იგი ზევით რატო არ უნდა ამოვიდეთ სცენა? ეს ავადმყოფია, კაცი. პირდაპირ ეთერში ვარ და გამწარებული რეკავს, ხო ხედავ ოჯახა შენებული რომ პირდაპირ ეთერში ვარ, მე გადმორეკე კაცო. რატო? ჩვენ არავისზე წინ არ ვაყენებ თავს და ნურცუნავი ნუ დააყენებს ჩვენზე წინ თავს სანამ არ ჩატარებულა ყრილობა. შესაბამისად, ჩემო მეგობრებო, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს მოტყუებას, არ ვაპირებთ ქართველი ერის მოტყუებას და იმ ტყუილის გაგრძელებას, რაც 30 თუ 33 წელია ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ადგილი იქ არ არის და ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ ისე როგორც ვაგრძელებდით. თავს გავწირავთ ჩვენი იდეოლოგიისთვის, ჩვენი სოფხედველობისთვის, ჩვენი ცხოვრების კრედო რაც არის ამ სამი საკითხისათვის. ეს მინდა იცოდე და კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ კი მოხდა საზარელი უბედურება და ქართველი ერი მოისპო და ჩვენ ვერ შევძელით მისი გადარჩენა, იმას მაინც გავაკეთებთ, რომ ისეთ გაერთიანებაში და ისეთ პოლიტიკურ პროცესში არ ჩავერევით, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის დაქცევაში და გაპარტახებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, პროცესები ახლა არ ვიცი მე, დაირეკა, არ რაც არ ვიცი, არ ვიტყვი, მაგრამ ფაქტი არის, რომ პროცესები მიდის იქითკენ, რომ ამ ქართველთა ეგრეთ წოდებული ქართველთა დიდი გაერთიანებას ერთი რიგითი, აი როგორც ასე მთელი 3 ათეული წელიწადია ჩვენ ვნახეთ, ერთი რიგითი გაერთიანება იყოს და არაფერი შედეგი არ დაიდოს. კიდევ ერთხელ ვამბობ,
სიმართლე უნდა თქმულიყო. იმას, რასაც ერთმანეთში ვამბობდით და რაზეც შევთანხმდით ღიად, მე მოულოდნელად მოხდა მისი გადათქმა და საერთაშორისო ებრაელობის სიონისტების გლობალური ომის პარტიის deep state-ის ხსენება საერთაშორისო ებრაელობის აიკრძალა და კატეგორიულ წინააღმდეგი არიან იმის, რომ ჩვენ ამაზე ვილაპარაკოთ. შესაბამისად, ჩვენი ადგილი არ არის. ძალიან ლაშა. ესე იგი, ძალიან სამწუხაროა, ჩემო ქართველებო. მე კიდე ერთხელ ვამბობ. ჩვენ კიდე ერთხელ ვამბობთ, ჩვენ გურწფელები ვართ, მართლები ვართ. ჩვენ ვერანაირად ვერ დაუშვებთ ქართველი ერი მოტყუდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იქ რატომ არ უერთდებით ამ პროცესს, იმიტომ რომ ჩვენ თუ დაუშვით ის, რომ ეს პროცესი მზაკვრულად წარიმართა, ანუ ნახეთ, უკვე მზაკვრულად მიმდინარეობს იქ პროცესი, ჩვენ თუ ამას დავთანხმდით, მაშინ გამოვა ის, რომ სიმართლის შემნახავიც არავინ აღარ იქნება, სიმართლის დამაკავებელი, ანუ სიმართლე რომ ჩვენ შევინახოთ და ანუ სიმართლე რომ არ განადგურდეს ამის შემაკავებელიც აღარავინ დარჩება ამ ქვეყანაში. ამიტომ არ დავთანხმდით. ჩვენ ამ პროცესს რომ დავთანხმდეთ და იქ მონაწილეობა მივიღოთ, პირდაპირ ეშმაკთან უნდა გავრიგდეთ. პირდაპირ სატანას უნდა ვემსახუროთ და დავასრულოთ ქართველი ერის იმედი. იმიტომ რომ ესენი არიან, კიდე ერთხელ ვიმეორებ, ესენი არიან ეშმაკები. ესენი ემსახურებიან საერთაშორისო ებრაელობის პოლიტიკას. ანუ მათი მხილება, საერთაშორისო ებრაელობის მხილება არაფრით არ შეიძლება. რატო? ნახეთ, რას ნიშნავდა ჩვენი მოთხოვნა? საერთაშორისო ებრაელობის სიონისტების ყველა ებრაელს ეს არ ეხება. საერთაშორისო ებრაელობის სიონისტების ხელშია საქართველოს 87% სტრატეგიული ობიექტები, ანუ დაპატრონებული არიან, ხელში აქვს ჩაგდებული და ბუნებრივი რესურსები. და რა თქმა უნდა, ბუნებრივი რესურსები, რაც გააჩნია ქართველ ერს. ეს არის მილიარდები. ნახეთ, მტერს, რომელსაც დაპყრობილი ყავხარ, იმის მხილება საჯაროდ ამათ არ შეუძლიათ. აი ამაში ვამხელთ ამ ზაკვებს, ამ ეშმაკებს. ამ სამ ეშმაკს კიდე ერთხელ ვამბობ, რომელმაც ხელი არ მოვაწერა აქ. ისინი არიან ეშმაკები. ანუ საერთაშორისო ებრაელობის საქმეს აკეთებენ. კიდე ერთხელ ცდილობენ თავგზა აურიონ ქართველ ერს, ვითომ და პროცესი დაიწყონ და იმედი ჩაუკლან. ნახეთ, ჩვენ კიდე ერთხელ ვამბობ, ბევრმა მითხრა, რომ ეს ხალხი არ არის ის ხალხი, რომელთანაც შეიძლება რამე პროცესი წაიყვანო, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, კიდევ კარგი რომ მივედით მათთან მოსალაპარაკებლად. კიდევ ერთი ფსევდო გაერთიანება არ ჩამოეყალიბებინათ, კიდევ ერთი ფსევდო პოლიტიკური მსვლელობა არ გაეკეთებინათ ქართველი ერის დასაღუპად. კიდევ კარგი რომ მივედით. იმიტომ რომ ღიად უარყვეს, ნახეთ, ჩვენ საჯაროდ როდესაც გამოვედით და ვილაპარაკეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმ დღიდან დაიწყო ყველა შეთანხმების უარყოფა. ანუ რა მოხდა აქ? ჩვენ ვამბობთ, შესაძლო გამოძახება მოხდა ამ ხალხის და რა თქმა უნდა, პირდაპირ ვამბობ, რომ შესაძლო გამოძახება მოხდა დემურ გიოხელიძის და შესაძლო ხელი უქნიეს და მე ვიცი ინფორმაციულად მიცხრეს, რომ გამოიძახეს და დაუძახეს ერთ ადგილას და ქონდა მას ლაპარაკი, როგორც მითხრეს და სასტიკა დაუგრძალეს სამართალ მემკვიდრეობაზე და საერთაშორისო ებრაელობაზე ლაპარაკი. ახლა რატო? რას ნიშნავს სამართალ მემკვიდრეობის აღდგენა? სამართალ მემკვიდრეობის აღდგენით ვაღდგენთ ჩვენ ისტორიულ საქართველოს, კონსტიტუციურ საქართველოს და ვიბრუნებთ ყველა გასხვისებულ სტრატეგიულ ობიექტს და ბუნებრივ რესურსებს. ნახეთ, ვიბრუნებთ ამ სამართალ მემკვიდრეობის აღდგენით ყველა გასხვისებულ სტრატეგიულ ობიექტებს და ბუნებრივ რესურსებს. ასევე
ამ სამართალმემკვიდრეობის აღდგენით ხდება საყოველთაო ეროვნული ვალების ჩამოწერა. ნახეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ. საყოველთაო ეროვნული ვალების ჩამოწერა. როგორც კერძო, ისე საგარეო. ეს არის სამართალმემკვიდრეობა. და საერთაშორისო ებრაელობა, რომელმაც დაამხო და მიწასთან გაასწორა 33 წლის წინ ისტორიული კონსტიტუციური საქართველო. შეაჩერა სამართალმემკვიდრეობა, მიწასთან მოაწყო შიდა დაპირისპირება, მოაწყო საომარი მდგომარეობა, მათ შეეკრა ეგრეთ წოდებული დემოკრატიის სახელით მოლაპარაკე ალბათ სახსენებელი სახელად ქართველები, ამას შემდეგ ამ საერთაშორისო ებრაელობის მიერ მოწყობილი პროცესით დაიწყო ქართველი ერის გაქცევა ამ ქვეყნიდან, გარე ამ ემიგრაციის შემოდინება და დღეს ერი მივიდა იქამდე, რომ ქართველი ერი ყვდება. ანუ ნახეთ, ერს ხო უნდა უთხრა ვინ არის შენი მტერი რომ მას ებრძოლოს. ანუ არა, ესენი მალავენ ეს შმაკები. ეს სატანები არიან პირდაპირ. აი ასე ვატყობ, აი ეს სამი კაცი, ვინც ამას ხელი არ მოაწერა, ისინი არიან ეს შმაკები სატანები. ნახეთ, რატო ვამბობ ამას? სატანასთან და ეს შმაკებთან გარიგებული ადამიანები, რომელიც სიმართლეს მალავს სიმართლეს. იმიტომ რომ როდესაც შენ მართალ ბრძოლას იწყებ, ერს უნდა უთხრა ვის ყავხარ დაპყრობილი. აბა ვის ებრძვი? ვის ებრძვი ხო უნდა იცოდეს ერმა. თქვენ უღირსებო, თქვენ მოусმენთ ამასაც, რასაც ვლაპარაკობ. თქვენ უღირსებო, თქვენ ეს შმაკებო. კიდევ ერთხელ ვამბობ. ამიტომ ჩვენ ერს ვერ მოვატყულებთ და ვეუბნებით. საერთაშორისო ებრაელობას, რომელსაც დაპყრობილი აქვს ეს ქვეყანა, მოუწყო დემოგრაფიული განადგურება, პრობლემა, ერი აღარ მრავლდება, შემოგიდინა უცხო ტომელები, გაგისხვისა მთელი, ესე იგი, სასოფლო, არასასოფლო, სასოფლო სამეურნეო მიწები, ყველაფერი გაგისხვისა. ბუნებრივი რესურსები გაგისხვისა და მათ ხელშია, მათი კომპანიების ხელშია, მას საჯაროდ არ ამხელენ. ანუ რას ამბობენ? ერო იბრძოლე შენ, მაგრამ მტერი არ იცოდე ვინ არის. ანუ რა იქნება აქ? პროცესი გადავა უხილავ მტერზე, როგორც აქამდე მიდის. იტყვიან რუსეთია მტერი, მერე იტყვიან დასავლეთია მტერი, მერე იტყვიან ეხლა თურქეთია მტერი, მერე ისამერე, ესე იგი ერმა ვერ გაიგო ქართველი ერის მტერი ვინ არის. ვის ყავხარ დაპყრობილი, ვინ მოგიწყო სამოქალაქო დაპირისპირება, ვინ წაიღო ჩვენი სტრატეგიული ობიექტები, ამოიღეთ. ვის ხელშია ყველა სტრატეგიული ობიექტი და ყველა ბუნებრივი რესურსი. ჭიათურის ბიჭები, მაპატიე ლაშა, 20. აი ჭიათურის ბიჭების პრობლემა, ხო? 3500 კაცი დატოვეს, უმუშევარი გააგდეს. ვის ხელშია? ჭიათურის მარგანეცის საბადო. ებრაელი კოლომოისკის. აიგა. ამიტომ ამაზე ვერ ვილაპარაკებთო და ამის გამო მოუწოდეს, დაავალეს შესაძლო გიორხელიძეს. არის ფაქტი არის, რომ შესაძლოა ამას მოვობო, კაცო. ანუ ჩვენ რომ მივედით სამსაკითხზე და აკრძალეს საერთაშორისო ებრაელობაზე. ანუ მტერზე არ ყოფილიყო ლაპარაკი. ათელია ყველა. ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჭაბუკაშვილი, დავით ჭაბუკაშვილი არის ძალიან ცუდ დღეში. ძალიან ცუდ დღეშია. მათ ის პროცესი წაიყვანეს იმ ლაპარაკშივე თავიდანვე რომ სამართალმემკვიდრეობაც გვერდზე უნდა ყოფილიყო და გაწეული და 4 სხვა პროცესი წასულიყო, როგორც დღეს იბრძვიან სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციები, რომ მოთხოვო ესე იგი რაღაც სხვადასხვა პროცესები ხელისუფლებას, ეს ისედაც ნაციონალური მოძრაობაც კი ითხოვს. ხო, მასე კი. და ლელო. აგერ რო გამოვა, კაცო, ის რა ქვია, შაბათის შოურუა. ისეთ რაღაცებს ყვებიან. თმები შეიძლება ხალხს ყლაღზე აუდგეს, მაგრამ საქმე არ კეთდება. არც გაკეთდება. აი იგივე პროცესი წაიყვანა ამ ესე იგი ეშმაკმა, კიდევ ერთხელ ვამბობ. ნახეთ? იგივე პროცესი მოთხოვეს ისა, რა ქვია, დავით ჭაბუკაშვილს და სამწუხაროდ ეხლა დავით ჭაბუკაშვილმა უთხრა ამაზე მიმდინარეობს შეხვედრაო და ეს არ თქვაო, კაცო, სიტყვით რო გამოვალო? ესეც არ თქვაო? მაგრამ ამაზე სულ ვეღარ წავიდნენ, კაი ჟანდაბას თქვი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ფაქტი აგერ არის. ხელი არ მოაწერეს
სამართალმემკვიდრეობის აქტგენის, რომ მათ ამაზე დაიწყებოდა ბრძოლა და რა თქმა უნდა საერთაშორისო ებრაელობას. ნახეთ ეხლა ამაზე რატომ ვთხოვდით ჩვენ ხელის მოწერას, რომ მე არ ეთქვა ჩვენ ეს ლაპარაკი არ გქონიო. ნახეთ? ამაში ვამხილეთ ეს ზაკვრები, ეს ეშმაკები. მეორე ჩვენ გვაქვს ქართული კულტურა, ქართული ეთნოგენოზის ვეძახია, ქართული ქცევა. არც ერთი ერი არ იმართება, ანუ მართვითი პროცესი არ არსებობს, თუ სხვა კულტურულ მართვით სისტემას შეუტან. ანუ აქ თუ ეთნოგენეზისი, ანუ თავის კულტურული ქცევიდან გამომდინარე ის მექანიზმი თუ არ ჩადე, მარტივად რო აუხსნათ, ფრანგული მართლობა რო იაპონიაში გადაიტანო, იაპონიაში არ ამართლებს, ანუ არ ამართლებს, ერი არის უმორჩილო, ერი არის აბნეულ-დაბნეული, ანარქია და ქაოსი. ქაოსი ხდება ქვეყანაში. ნახეთ ახლა. აქედან გამომდინარე უნდა აიღო ქართული მართვითი სისტემა, რომელზეც არის ერი ფესვიდან აგებული და მართო ისე ქვეყანა. ეს არის დღეს ამ ქვეყანაში პრობლემა. ამათმა პირდაპირ წაიყვანეს ის, რომ ლიბერალური შეხედულებები და კონსერვატორული შეხედულებები ამოწიეს, ანუ და აქედან გამომდინარე, რომ დავიწყოთ ამ გაერთიანებაში მოხდება სხვადასხვა, ესე იგი პოლიტიკური პარტიების აღზევება, ანუ ამოხაჩვა, ამოწევა, ანუ ლიბერალური პარტიის, კონსერვატორული პარტიის, ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, დაღუპვა და რას ეძახიან, ანუ რამდენიმე პარტიის მმართველობას, ხო, კოალიციური რაღაც. კოალიციური მმართველობა, ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, იგივენაირად ერის გახლეჩა. ანუ ჩვენ რატო ვამბობთ, რომ ეროვნული ერთობა უნდა მოხდეს და ეროვნული გაერთიანებით რა უნდა მოხდეს? ეროვნული გაერთიანებით უნდა მოხდეს ქართველი ერის შერიგება, ძმობა და სიყვარული. ნახეთ, სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიებით და სხვადასხვა პოლიტიკური მიმდევრობით ერი არის გახლეჩილი შუაში. და რა თქმა უნდა ამ პოლიტიკურ იდეოლოგიებს კიდე სხვადასხვა პარტიები თან ახლავს და რა თქმა უნდა კიდე უფრო გახლეჩილია ერი შუაში. ანუ ჩვენ ვამბობთ, მიუხედავად იმისა, ლიბერალური შეხედულებები ექნება, კონსერვატორული ექნება თუ სხვადასხვა შეხედულებები ექნება, ერთ ეროვნულ სივრცეში გაერთიანდება და რა თქმა უნდა ეროვნული სახელმწიფოსთვის ლიბერალურად შეხედულებების ადამიანი, სხვადასხვა შეხედულებების ადამიანი არის მისი შვილი და რა თქმა უნდა ისევე როგორც სხვა შეხედულებების ადამიანს პატივს სცემს და აფასებს. ეს არის ჯანსაღი მიდგომა ეროვნული სახელმწიფოს მიერ, იმიტომ რომ ეროვნული სახელმწიფოსთვის ნებისმიერი ადამიანი არის მისი შვილი, უყვარს და იბრძვის მისი ღირებულებებისთვის. რა თქმა უნდა, მოღალატის მიმართ არის კაცრი და მოღალატეს ჟის. აი ეს არის ეროვნული სახელმწიფო. ანუ ამის შექმნა გვინდა ჩვენ. ამაზე გქონდა ხელი, ამაზე ვთხოვდით ხელი მოვაწერეთ, თქვა და ამას ხელი არ მოგვიწერეს. ანუ ეროვნული ღირებულებებით რო ქვეყანა იმართოს, ეროვნული სახელმწიფო რო შეიქმნას, ამაზეც ვარი თქვეს. და თქვეს, კიდე ერთხელ ვამბობ, კოალიციური მართლობა, რომელიც არის შესაძლებლად, რომელიც არის საერთაშორისო ებრაელობის პირდაპირ მათი მოგონილი სისტემა. რატო? გახლიჩოს და დაანაწევროს ერი. და არა მარტო ხელი არ მოაწერეს, მეგობრებო. პირდაპირ. ანუ იქ ვინც იყო მოწვეულები, ყველას ეკნებოდა რამოდენიმე წუთიანი სიტყვა, პარტია იქნებოდა თუ პიროვნება იქნებოდა. არა მარტო არ მოაწერეს ხელი. პირდაპირ აგვიგრძალეს სიტყვის თქმის უფლება, რომ არ გვეხსენებინა საერთაშორისო მაგათმა აგვიგრძალეს თავისთავად. ხო, გასაგებია, ანუ მეორე ხალ ჩვენ უნდა ვთქვათ, სამწუხაროდ, ჩვენ გამორიცხულია რომ არ დავით ჭაბუკაშვილს უთხარით. თვითონაც დაინახა და აღიარებს კიდე საგერდა მისი ხელის მოწერა ეს არის. მას ამ შემთხვევაში უთაკაცია, მაგრამ უნდა ვთქვათ სიმართლე. უსურებრო სწრაფად წამოვიდეს მაქედან. ისინი არიან ეშმაკები და პირდაპირ ვამბობ, ისინი აკეთებენ საერთაშორისო ებრაელობის საქმეს. ფაქტია. არჩევანი ნებსით უნებლიეთ ეგრეა, ფაქტია. არჩევანი შენწია ბატონო დავით. კი. ანუ
ან ხარ ბრენეთის მხარეს, ან სინათლის მხარეს. ან უნდა დატოვონ მაგათმა კიდე ერთხელ მაგრამ ეს ცოტა ისეთი პროცესია სამწუხაროდ თუ დღეშია მარტოა ხო იქ მაგრამ ჩვენ ეშმაკებთან ერთად ვერ ვიქნებით მე მეორე ეხლა მე როგორც ქრისტიანი ყველანაირი ანუ აი პოლიტიკითაც აღარ გეტყვით როგორც ქრისტიანი მე ვიტყვი იმას რომ ჩვენ თუ დავაკვირდებით პროცესებს რაც მიმდინარეობს სოფლიოში მართლმადიდებელი სამყაროც მართლმადიდებელი ეკლესიაც იმას აღიარებს რომ სატანამ ძლავრობს და რა უნდა სატანას სოფლიოში კარგად გვესმის მე როგორც ქრისტიანი კაცი რომელიც არ ლაპარაკობს სატანაზე ეშმაკზე და ვერ ვიტყვი იმას რომ როგორც ქრისტიანს მე იმასთან რა მინდა მე როგორც ქრისტიანებს რომელიც არის ქრისტიანი თუ კიდე მუსლიმანი იყო და თუ გინდ საერთოდ რო არ წამს მაგრამ ავიღოთ ქრისტიანით თუ ჯულის კანონი გესმის კაცს მასთან თუ ის ეშმაკს არ ამხელს მასთან მე რა მინდა მასთან ვერ ვიბრძოლებ არ შეიძლება ეს ეშმაკთან ერთად დადგე და ხელი მოაწერო იმას ნახეთ თუ ის არ ამხელს ჩვენ რას ვეუბნებოდით მე ქრისტიანულად ვამბობ რას ვეუბნებოდით ამხილე ეშმაკი და შენ გვერდზე ვართ და ვიბრძოლოთ ეშმაკი ამხილე ეს მეუბნება არ ვამხელო ეშმაკსო სატანას ვერ ვამხელო ანუ შენ თუ სატანას ვერ ამხელ ქრისტიანებო აი ამ სიტყვით მომისმინეთ სატანას თუ ვერ ამხელი შენ რა სიმართლისთვის იბრძვი მაშინ შენ მზაკვარი ხარ მაშინ შენ მასე მსახურები შენ თუ ეშმაკს და სატანას ვერ ამხელი ეს პოსტადაც დავდებთ ამას მუსლიმანებისთვისაც იგივეა კარგად ვიცით დაჯალთან ბრძოლა ჩვენ ანტიქრისტეს ვეძახით ეხლა ვისაც არ წამთ საერთოდ არც მუსლიმი წამს არც ქრისტიანობა მოდი ვთქვათ კაცი რომელიც იძახის იმას რომ სიმართლეს ვინც ებრძვის ნახეთ სიმართლეს ვინც ებრძვის იმას ვერ ვამხელო გასაგებია ანუ ნახეთ აი გავანებოთ ყველანაირი რელიგია კაცი რომელიც გეუბნება მე სიმართლეს ვინც ებრძვის იმას ვერ ვამხელო საჯაროდო იმასთან მე ვერ ვიბრძოლებ მორჩა წერტილი გვაქვს კიდე ერთხელ ვიმეორებ რომელიც უარყოფს იმას და იცის სიმართლეს ვინც ებრძვის ვინც სპობს ქართველ ერს იცის კარგად იმას ვერ ვამხელო მე იმასთან ვერ ვიბრძოლებ ამიტომ კიდევ კარგი რომ მივედით მათთან აუცილებლად ჩვენ დაგანახეთ თქვენ და მთლიან საქართველოს რომ პარტიულ ინტერესებზე სწრაფ შეგვიძლია პარტიული ინტერესები გადავდოდას ეს სახელმწიფოებრივ საქმეში ჩვენ ჩავერთოთ ჩვენ შეგვეძლო ხმა არა მოგვეღო სიტყვასაც მივიღებდით იქ დავდგებოდით გენაცვალეთ ქართველოერო თქვენ შემოგევლეთ სადღეგრძელოს დავიწყებდით საერთაშორისო ებრაელობას არ ვახსენებდით სამართალ მემკვიდრეობას არ ვახსენებდით და მოგატყულებდით და დავდგებოდით ეშმაკის ხარეს ამას არ ვისავთ ღმერთო დაგვიფარე რომ კიდე ერთხელ გასაცოდავებული მოტყუებული ქართველი ერი კიდე ერთხელ მოვატყოლოთ ღმერთო დაგვიფარე ამიდან ჩვენ ამას არ ვიბა მიწა გაგვწყვეტია საუკუნო წყევლაში იყოს პირადად ჩემი სული რომ ეს ვიყადრო და გავაკეთო ღმერთმა დამიფაროს აი ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა დიდება უფალს ეს არის რა თქინდოდა გვეთქვათ კიდე ერთხელ ვამბობ ყველა საკითხი დარღვეულია პირდაპირ საუბარი იყო ბატონმა გიგლა გობეჩიან ერთ-ერთმა ინიციატორმა პირდაპირ თქვა რომ რატომაც არა თუ მოინანიებს ვისაც არ ტყვიან ასროლი მაგალითად პირდაპირ თქვა გიგა ბოკერია სახელდაგვარი ახსენა მაგალითად რატომაც არა თუ მოინანიებს კი ესროლა ტყვია მაგრამ მოინანია და მივიღოთ ვინ ვარ ჩვენ რომ ქართველი ერის სისხლში ვისაც ხელები გათხრილი ჩვენ გადავწყვიტოთ იმან მოინანია და ეს ღმერთი გადაწყვიტავს მე საერთაშორისო ებრაელობა დარღვეული
არც იმის გამორიცხვა რომ შეიძლება 7 და 10 პარტია ჩამოყალიბდეს ამ ქართველთა დიდი გაერთიანებისგან მაგაზე იყო ლაპარაკი. კი დემურგიორ ხელზე პირდაპირ თქვა რომ თუ დასჭირდა საქმე შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებშიც ანუ კიდევ კოალიცია რომ ღუპავს კი შეიძლება 7 პარტია იქნას ჩამოყალიბებული ეს ქართველი ერის ერთობა არ არის ეს არის ებრაული საერთაშორისო სიონისტების თამაში თქვენ ეშმაკებო კიდევ ერთხელ კიდევ ერთხელ ვამბობ ხო შეიძლება ანუ ისიც კი ვერ გაბედეს აი ხელი არ მოეწერათ მაგრამ აი მოდი გამოდი თქვენ და თქვით ილაპარაკეთ რაც სათქმელი არა რაც დაავალეს ეხა შესაძლოა შესაძლოა ნახე ფაქტი რჩება ფაქტად დაავალეს ის თქვა ფაქტი რჩება ფაქტად თქვენს რომ ჩვენ სიტყვით იქ ვერ გამოვალთ იმიტომ რომ ვილაპარაკეთ საერთაშორისო ებრაელობაზე და ამას არ დაუშვებ. შესაბამისად, ახლა რა გვინდა ჩვენ მოვიდეთ, ჩვენი წევრები, ჩვენი მხარდამჭერები და დარბაზიდან ტაში უკრათ საზგეგრძელო SS არ გამოვა. ჩვენ ქართველებს ვერ მოვატყულებთ. ქართველი ერი ჩვენ და არც ქართველი ერის დაღუპვაში არ მივიღებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მჯერა ჩვენი გამარჯვების, ქართველი ერის გამარჯვების, მაგრამ თუ მოხდა საზარელი ფაქტი და ქართველმა ერმას შეწყვიტა არსებობა, აქეთკენ მიდის ყველაფერი, ჩვენ ხედავთ. ხო თუ მოხდა და ღმერთმა გავწირა ჩვენ იმას მაინც გავაკეთებთ რომ ჩვენი წვლილი არ იქნება ამაში ჩვენ არ მივიღებთ ისეთ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას რომელიც ქართველებს საბოლოოდ დააქცევს და გაანადგურებს ეს მაინც მოხდება ჩვენს გარეშე ჩვენ პრინციპების მიმართ ჩვენ ვიქნებით ერთგული და ბოლომდე ამ პრინციპებისთვის ვიბრძოლებთ ეს იყო რაც მინდოდა მე მინდა კიდევ ერთხელ აუხსნა ქართველს დავასრულე ამას დავდებთ მე პოსტად მტერი არის ძალიან ჭკვიანი რა თქმა უნდა ის იყენებს ბრძნულ აზროვნებას ის გელაპარაკება ზაზა რა ჩვენები უნდა ჩავწეროთ ყველაფერზე პირს გიშლის და გეუნება არ გალაპარაკებო ეხა და ვიჩვენები უნდა ჩავწეროთ ახლა ჩვენ რა ჩვენები უნდა ჩავწეროთ გაგიჩის შეიძლება დაგიჯდა მეც ნახ გაგიჩის ანუ სამწუხაროდ ასეა ჩემო ქართველობო და ანუ ყველაფერზე ერიშალეს რა სამწუხაროდ რა და ახლა ანუ როგორ რაღაცა იცი ესენი ცდილობენ რომ ტალახში ამოქსორონ ახლა ჩვენც კიდევ ერთხელ ვამბობ ხო შეგვეძლო ყველაფერზე დაგვექნია თავი და დავთანხმებოდით ამას და ახლა რა იქნება რა მიიღებ რაღაცას იბრძოლებ იქ ძალაუფლებაზეა ლაპარაკი და ამას რა თმინდა ჩემი ერით მომატყულე ჩვენი პრინციპი არ არის აქ ჩვენი ძალაუფლებისთვის ბრძოლა ქართველი ერი დაიღუპება ჩვენ თუ ტალახში ამოვისვარეთ ვინ გადარჩა აქ სუფთა ქართველი ერის როგორ მომატყულებთ ღმერთმა დაგვიფორეთ ხალბატონო კეთევან თქვენ შეაბასეთ რაც ვისაუბრეთ მე გთხოვთ რომ ცოტა უკან გადაახვიეთ და ნახავთ ჩვენ გეუნებით ფაქტს ჯერ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება იყო კიო მე გადაითქვა მე წერილობით მიმართეთ მარტო ბატონმა დავითმა მოაწერა და საბოლოოდ შემოთვალეს რომ სიტყვას არ გვათქმევინებენ ჩვენ პარტიას, ჩვენი პარტიის წარმომადგენლობას, იმიტომ რომ საერთაშორისო ებრაელობაზე ლაპარაკი არ უნდა და დანარჩენი კიდე გადაახვიეთ. ეს აი რაც გვინდოდა გვეთქვი, ეს პოსტად დავდოთ აუცილებლად ხვალ. ჩვენ ვემშვიდობებით ქართველ ერო, კიდე ერთხელ ვამბობ, ღმერთი არ დაუშვებს, მზაკვარ კიდე ერთხელ გაიწიროს ქართველი ერი და მზაკვრების მიცეს ის ძალაუფლება, რომელიც აქვს ეს 32 წელია. ჩვენ არავის არ მივცემთ იმის უფლებას რომ კიდე ერთხელ მოვატყულოს ქართველი ერი. სამწუხაროდ კიდე ერთხელ მოგობ, დავით ჭაბუკაშვილის არჩევანი აქვს. თავის არჩევანია. უნდა იბრძოლოს ეშმაკებთან ერთად, უნდა იბრძოლოს მართალ ხალხთან ერთად. აგერა ვარ ჩვენ. კარგად იცის ბატონმა დავითმა ეს პროცესი და ამიტომაც მოაწერა ხელი აქ. რა ლაპარაკი იყო იქ? ბატონმა დავითმა იცის სიმართლე. უნდა ეშმაკებთან იყოს ჩვენ ტყუილად არავიზი არაფერს არ ვიტყვით გამორიცხულია ეს ამ შემთხვევაში ბატონი დავით ჭაბუკაშვილი არის წესიერი კაცი მაგრამ იმ სამ ეშმაკთან ერთად ვერაფერს ვერ გახდება სამწუხაროდ ჩვენ უკვე ჩვენ პროცესში დაიწყეს ის რომ ეშინოდათ რომ რამე ძალაუფლება ანუ პოზიციები არ მიგვეღო იქ და აქედანვე თავარი იყო იქ დარბაზისთვის დავითი იქ დარბაზი რას გახდება სამწუხაროდ იქ დარბაზში შეკრებილი ქართველობისათვის არ გვეთქვა ვინ არის ამ ქართველთა დიდ უბედურა კატასტროფაში დამნაშავე ვინ არის ეს არ უნდა გვეთქვა ეს ახლა ქალბატონო კეთინო დავალებით იყო ფაქტი არის ეს რომ მტერი ვისაც ყავარ ჩვენ დაპყრობილი
მათზე ლაპარაკის საშუალება აგვიგზავნეს და ასევე სხვა პუნქტებიც ჩვენ რას ვითხოვთ? ანუ რა არის აქ? ხო, ანუ აი გავცეთ ბოლო პასუხი და ეგა. რას ვითხოვთ? თქვათ სიმართლე. ვის ყავხარ დაპყრობილი? თქვათ სიმართლე. შენ რომ მეუბნები მე რომ სიმართლეს ვერ ვიტყვი ხო? და ხალხს ანუ ბრძოლას იწყებ, ნახეთ? ბრძოლას იწყებ და ამბობ იმას რომ სიმართლეს ვერ ვიტყვიო. ანუ რაზე უნდა იბრძოლოს ქართველმა ერმა? ვის უნდა შეებრძოლოს? მოდი მე გამოვყევი შენ და მე ვიცი რასაც გავაკეთებ ხო? ანუ რა უნდა უთხრას ქართველ ერს? მოდი გამოვყევი ქართველ ერო. მე და შენ არიცი ვის ებრძვი? ამიტომ ამას ვეუბნებოდით ამათ. ამ ეშმაკებს რომ ქართველ ერს უთხრათ ვინ არის მტერი და ვიბრძოლოთ ერთად და პირდაპირ ამბობენ რომ მტერი ვინ არის ვერ ვეტყვითო? ვისი ხელშიც არის დღეს ყველაფერი ჩაგდებული და ისე ვაბრძოლოთო. ეს ხო უკვე არ არის სიმართლე და სიცრუე და ანუ მზაკრობაა უკვე ეს. არიცის ქართველმა ერმა ვის უნდა ებრძოლოს? ხო უნდა იცოდეს რო ეუბნები, მოდი ერთად ვიბრძოლოთ. ანუ ეტი რა ვიცი მე ვფიქრობ გავშალოთ. ეგ არის მაქსიმალურად ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ. ჩემო ქართველო ერო, თუ შედეგის დადება გინდათ, უნდა გაყვეთ ეროვნულ სოციალისტურ იდეოლოგიას, უნდა გაყვეთ ამ სოფხედველობას, უნდა გაყვეთ ამ იდეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ერი განწირული არის კრახისათვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკური პროცესების დროს, როდესაც ჯარი, ქართველთა ჯარი გაყვება სხვადასხვა პარტიებს და ჩვენ დავტოვებს 20, 50 და 100 კაცის ამარა, მერე ჩვენთან ნუღა იქნება, რომ თქვენ მარტო ლაპარაკობთ, არაფერს არ აკეთებთ, გამოვიდეს ჯარი და საქმეს დავდებთ. შედეგს დავდებთ ისევე როგორც 2018 წელს დავდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა გაყვებით სხვადასხვა პარტიებს, მეზარება უკვე მათ სახელი, აი როგორც ჭირის დღე ისე მეზარება მაგათ სახელების ჩამოთვლა, გინდა ლიბერალურ, გინდა ფსევდოეროვნულ პლანკზე. შედეგი დადგება ეს. გამოსავალი არის ის, რომ 10,000-ობით, 100,000-ობით ქართველი უნდა დადგეს ჩვენი პარტიის ირგვლივ ეროვნულ სოციალისტური საქართველოს მშრომელთა პარტიის გვერდით, მის რიგებში გაიზიაროს მისი იდეოლოგია და შედეგი დაიდება და ქვეყანა არა მარტო გადარჩება, არამედ გაბრწყინდება. წინააღმდეგ შემთხვევაში აი ესე უთავბოლო გაერთიანებებში სიარული ისე რომ მტერსაც ვერ ასახელებ ვის ყავხარ დაპყრობილი და ვის უნდა ებრძოლო. არაფერ შედეგს არ მოგვიტანს და კი ვხედავთ აგერ შედეგს და აი ეს გაერთიანებაც ნახავთ რას იზამს და როგორ დაამთავრებს. ეს იყო რაც მინდოდა რომ მე ამას პროსტად დავდეთ. ორივე გვერდს ბატონ დავით ჭაბუკაშვილის ხელმოწერას უკან შენიშვნაც აქვს რომ ანუ პოლიტიკური ორგანიზმის სტრუქტურის არჩევის წესი ყრილობამ გადაწყვიტოს რომ ამაზეც დავთანხმდით ჩვენ კი ბატონო კომპრომისი იყო ამასაც აუცილებლად დავდებთ. ეს იყო რაც გვინდოდა როგორ თქვა. ყველაფერი თქვენ გადასაწყვეტია, თქვენ ხელშია ყველაფერი. თავარი არის ქართველთა ჯარი, ვის მხარეს დადგება. ბოლო აღვნიშნოთ მაინც, ხო? ჩვენ ვამბობთ, ნახეთ, სხვადასხვა პროცესით დაპირისპირებული ერი, პრორუსული, პროდასავლური, ჩვენ ვამბობთ, მხოლოდ ქართული, ნახეთ, რომ ერის დაყოფა და დაპირისპირება არ იყოს, მხოლოდ ქართული და ვამბობთ სიმართლეს, ნახეთ, რომელზეც ვარი თქვა ამ ხალხმა. ფაქტია. ვამბობთ სიმართლეს, ვის ყავს და არა მარტო თქვა, თქვენც არ თქვათო. თქვენც არ თქვათო. ვის ყავს ერი დაპყრობილი? საერთაშორისო ებრაელობას. რა თქმა უნდა. რომელი საერთაშორისო ებრაელობის მხილება დაიწყო უკვე შეერთებულ შტატებში. ხო თქვეს, კაცო, ტრამპის ადმინისტრაციამ პირდაპირ ღიად გამოაქვეყნა. მას კი კენედი ვინ მოკლა კენედი როჩილდება. და მერე, რა თქმა უნდა, ეროვნული ხელისუფლება, ეროვნული სახელმწიფო, ქართული სახელმწიფო დაამხობინეს აქ შეკრულ სახელად ქართველებს, რა თქმა უნდა, მათი ფინანსებით. ეს თუ იქ იწყება ეს პროცესი აქ რატომ ალა? რატო არ გინდა ეს ქართველებს უთხრა? როდესაც ღია ამ სოფლიოში ეს პროცესი. ვინ არის მტერი? რატო არ უნდა უთხრა ეს? ვინ ყავს ქართველებს მტერი? ვინ დაგიმხო? ვინ მოაწყო სამოქალაქო დაპირისპირება? ვინ მოაწყო სამხედრო კრიმინალური გადატრიალება? ვინ გაყიდა ქართველი ერი? ვინ მოგიწყო დემოგრაფიული პრობლემა? ვინ გაგისხვისა სტრატეგიული ობიექტები? ვის ხელშია სტრატეგიული ობიექტები? მტერი ვინ ყავს? მტერი ერთია. რატო არ უნდა უთხრა? ერთი მტერია. ვის ემალები? ვინც არ გქნა ეგ? შედეგიც ვერ დადო. და ვერ დადებს. შედეგიც ვერ დადო. ამიტომ ვამბობ ჩვენ სიმართლეს. და ანუ თურმე სამართალ მემკვიდრეობა, კიდე ერთხელ ვამბობ, სამართალ მემკვიდრეობა
პირველი ხარისხოვანი ბრძოლა არ არის. რითაც ვალებიდან კიდევ ერთხელ მომბობ განთავისუფლდება მთლიანად ერი, როგორც შიდა ისე საგარეო, ისე ყველა უსახლკარო უზრუნველყოფილი იქნება თავის საცხოვრისით. ყველა სტრატეგიული ობიექტი დაბრუნდება. ამაზე არ მოგვიწერეს ჩემო ქართველებო ხოლმე. და არა მართლა, მარტო არ მოგვიწერეს. ჩვენ საგვიგზალეს საუბარი და ეგ რა გვინდა ახლა? ჩვენ მივიდეთ, დავждეთ და უყუროთ საფრთხეებებს როგორ საუბრობენ, ესე არ გამოვა. ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა, გადასაწყვეტი არის თქვენი ქართველთა ჯარის. აი ქართველთა თქვენ ხართ ქართველთა ჯარი. ქართველთა ჯარის გადასაწყვეტია რომელ გენერლებს გაყვება ბრძოლაში. შესაბამისად ისეთი იქნება ქართველი ერის მომავალი სვებედი და მომავალი ბედიღბალი. ჩვენ ვართ სულით ქართველები, ჩვენ ვიბრძვით. და ყოველთვის გეტყვის სიმართლეს. სულიერად ვიბრძვით, ქართულად ვიბრძვით. და ამიტომ ვამბობთ სიმართლეს და ისინი სულიერად როდესაც არ იბრძვიან, იმიტომ ვერ ლაპარაკობენ სიმართლეს. ამიტომ არიან ეშმაკთან, ამიტომ ვეძახით ჩვენ ეშმაკებს. ეშმაკებმა დაღუპა ეს ქვეყანა. მეტი არაფერი. არ სიმართლის თქმამ დაღუპა ეს ქვეყანა. სიცრუეში ცხოვრებამ მიიყვანა ქართველიერი დღემდე რაც გვაქვს და კიდე არ უნდა სიმართლე რო თქვა. ხო და მიხედავ კაცო შედა. მეტი რა ვთქვათ ახლა? ჩვენ სიყალბეში. ანუ რაზე უნდა ვიბრძოლოთ, ხო უნდა იცოდეს ერმა. ანუ არა აქვს, ანუ ნახეთ კიდე ერთხელ მომბობ. მათ არ აქვთ მიზანი სიმართლისთვის იბრძოლოს. ხო და თუ არ გამოყვება, შემოყვება ხალხი, აი ვისაც მიყვება, იმას გაყვეს და კაიჩიც დაიჭერს. სულ ეს იყო რაც მინდოდა რომ ეთქვა და რო გვეთქვა, დიდი მადლობა ყურადღებისათვის, დიდება ღმერთს, დიდება საქართველოს, გამარჯვებას დიდება.